ნიჭიერის პირდაპირ ეთერში ეს მესამე ნახევარფინალია და დღეს 10 ნახევარფინალისტიდან 2 ფინალისტი რიგებს შეუერთდება. და კიდევ ერთ კონკურსანტს ჩვენი პარტნიორი საქართველოს ბანკი მისცემს დამატებით ჩანს. მისი ვიდეო განთავსდება ბანკის გვერდზე Facebook-ში და თქვენ რა უნდა ქნათ? უნდა დაალაიქოთ. რა თქმა უნდა და დროა ჩვენი შემდეგი კონკურსანტები მოვიხმოთ სცენაზე თიკა. მართალი ხაბანიკო, ამ ადამიანების სიმღერა მთელმა დარბაზმა მის სამღერიდანვე აიტაცა. მაშასე. ჯგუფი თავისუფალი ნიჭიერის სცენაზე. ჩვენ ვართ ჯგუფი თავისუფალი თბილისიდან. რას ასრულებთ? ჩვენ დაწერილ სიმღერას ქვია ამ ქალაქში. ქალაქში სიყვარულზელია, ეს ქალაქი ვარდისფერია, ნებას თუ მოგცემს უფალი, იმღერებს თავისუფალი. ზავრების და ფრანის შემდეგ მე ესეთი ჯგუფი არ მინახავს. სამი კიდევ გადახვედი შემდეგ ეტაპზე. ნიჭიერის კასტინგზე გამოსვლამ ჩვენ წარმატება მოგვიტანა. ახლა უკვე სადაც ჩვენი მუსიკა ისმის, ყველა მიცის რომ ეს არის ჯგუფი თავისუფალი და არავინმე სხვა. ნახევარფინალში გამოსვლით ჩვენ კიდევ ერთხელ შევხვდებით რომ მაყურებელს შევაყვაროთ ჩვენი თავი და დავამტკიცეთ რომ ჩვენ შეგვიძლია კარგი მუსიკის კეთება. ჯგუფი თავისუფალი! სიყვარული მხოლოდ ჩვენია და შეცადო არ განდო სხვა რა თქმა უნდა, აი ეს გვაინტერესებს თქვენთვის როგორია ფინალში მოხვედრა, აბა გითხარი. ნახევარფინალში მოდიში. ფინალში ძალიან კარგი იქნება, დარწმუნებული ვარ. მოდი ჟიურისაც ვკითხოთ აზრით. ფინალამდე. ფინალამდე. ერთი ძალიან კარგია, რომ იმდენად მარტივია ხოლმე მისამღერე, რომ მართლა ძალიან დასამახსოვრებელია. მეორე, მე ამ გოგოს წინა სტილი უფრო მომწონდა, ვიზუალური. ხო და ამ იმდინარეობას არ ვიცი რა ქვია რაღაცა ქართული ეთნოპოპ როკია. მე იმედი მაქვს რომ ეს ჯგუფი ღირსეულ ადგილს დაიკავეს ბევრ ამ იმდინარეობის ჯგუფებს შორის. ძალიან დიდი მადლობა. საფოგისმე. მე მაინტერესებს ვინ წერს თქვენ შორის ამ ხიტებს. სამი ვოკალისტი და მე ყველა ერთად ვაკეთებთ.
სამი ვოკალისტი წერს სიმღერას ჩვენი. და ყველა ერთადო. ხიდებ წერენ აშკარად. ერთ სიმღერას ხომ არ დამიწერდით? რა კარგი შემოთავაზება. კარგია, მართლა იმიტომ რომ ადვილად დასამახსოვრებელია, მართლა თიკამ სწორად აღნიშნა რომ ერთხელ საკმარისია მოისმინო და ეს სულ ყურში გრჩება ეს მელოდია. პირველი სიმღერაც მახსოვს თქვენი და ეხლაც ეს ნამამახსოვრდება, ამიტომ გილოცავთ რომ ამდენ ჰიტს ქმნის ესეთი კარგი ახალი ჯგუფი, რომელსაც ქვია თავისუფალი. კარგია. თავისუფლად შეაფასეთ, ვანო, თავისუფლად შევაფასეთ რა. ნუ მე რო usmenდი თითქოს არა მაქვს მოსმენილი, მაგრამ სადღაცას მაქვს მოსმენილი. აი სადღაც ეს სტილი, ეს მიმდინარეობა, საიდანაც მეცნობა. საიდან მეცნობა ნეტაო? საიდანაც მეცნობა. მაგრამ მინდა გითხრათ რომ ძალიან კარგი იყო, იმდენად მელოდიურია იყო თვითონ ეს სიმღერა, რომ ყველანაირი პირობა აქვს იმისა, რომ გახიტდეს საქართველოში, იმიტომ რომ ჩვენთან ყველაფერი მალე ჰიტდება. აბა იმღერი. პაპაპარაპარარა. დიდი მადლობა ჟიურის, მე კი მაყურებელს მოგმართავთ. თუ გსურთ რომ ჯგუფი თავისუფალი იხილოთ ფინალში, აიღეთ თავისუფლად თქვენი მობილური ტელეფონები და არეგეთ მაგთის, ჯეოსელის და ბილენის აბონენტებმა ნომერზე 910. ახლა კი გავათავისუფლოთ სცენიდან ჯგუფით.